მოგესალმებით ანა, მადლობა მოწვევისათვის, მაყურებელს მივესალმები პირველ რიგში. ჩვენ ქვეყანაში რომ უმძიმესი სიტუაცია ახლა ამას ყველა ხედავს და ყველა ვუყურებთ, რა უმძიმე სიტუაცია არის, მიმდინარეობს არ ვიცი, უკვე ღიად გაცხადებულია რომ ქვეყანა შეჭამა კორუფციამ, უკვე თვითონაც არ მალავენ და მე მინდა ახლა ავხსნათ რა სიტუაცია ქვეყანაში, უყურეთ, პრემიერ-მინისტრი ორჯერ ღარიბაშვილზე არის საუბარი, თავდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბრალდებული ქრთამის აღებაში, ხო წარმოგიდგენიათ რაზეა საუბარი, ვისაც უნდა ებრძოლა და ვინც უნდა იბრძოლოს მე ქრთამეობის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ჩვენ გვეუბნებიან ეს ადამიანები, აქ რო კორუფციასთან ბრძოლა არ არის, ეს ამაში ღმად ვარ დაწუნებული და შიდა დაპირისპირება არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს ადამიანები გვეუბნებიან დღეს, რომ ჩვენი ქვეყანა თურმე და რაც ჩვენ ვიცოდით და საუბრობდით და ლელო ძლიერი საქართველოს ამასთან დაკავშირებით ყოველ შემთხვევაში საუბრობდა და სიცრუის გავრცელებაზე საუბრობდნენ შემდეგ და გადაფარებულები იყვნენ და იცავდნენ რომ კორუფციამ შეჭამა ეს ქვეყანა. ხო, კორუფციამ შეჭამა ეს ქვეყანა და ვინ აირჩია ეს ადამიანები ამ უმაღლეს თანამდებობაზე და ვინ იყვნენ ეს ადამიანები? სად არის ამ ადამიანების ანა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი? ერთი წლის უკან, წელიწადნახევრის უკან, თუნდაც თვეების უკან რო გეკითხა და მზას მსგავსი კითხვა რო დაგესვა, ავსი თვალებს ამოგიღებდნენ, შეტევაზე გადმოვიდოდნენ, ჟურნალისტებს, პროვოკატორებს ეძახდნენ, სიცრუის გამავრცელებელს, პოლიტიკოსებს, ასე ოპოზიციის მხრიდან და ეს ყველაფერი ახდა თუ არა მითხარით, ეს ყველაფერი და უკაცრავად, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი სად არის? ვინ მიცა ამ ადამიანებს? სად არის პარლამენტის პასუხისმგებლობის საკითხი ამ შემთხვევაში? სად არის პარლამენტის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც არის მაკონტროლებელი, ზედამხედველი პირველ რიგში? სად არის მათი პასუხისმგებლობის საკითხი? ხო ვიცით ისედაც, რომ მათი მთავარი მოვალეობა არის ავტომატურად თითის მიჭერა იმაზე ღილაკებზე. მეტ ისინი არაფერს არ აკეთებენ, რაც დირექტივა მოუვათ, ხო? აი ამასთან დაკავშირებით არის საუბარი და შეჭამა, გამოღრნა ეს ქვეყანა კორუფცია. ხალხო ნახულობთ რაღაც მილიონებზე საუბარს. მე რას გვეუბნებიან, ხო? აქედო ბავშვებს დარცვავდნენო და საბავშვო ბაღების წარმოიდგინე, იქამდე არის ყველაფერში შესული ეს კორუფცია მეტასტაზებივით, რომ საბავშვო ბაღების ამ შემთხვევაში და მცირეწლოვნების ფულს იპარავდნენ, ხო? იქით გვეუბნებიან, რომ უცხოელ პენსიონერებს ძარცვავდნენო და ეს კოლცენტრებიო. მე მახსოვს, ერთი ამბავი იყო ამასთან დაკავშირებით, ატეხილი კორუფციასთან ამ კოლცენტრებთან დაკავშირებით და პასუხი რა იყო, ხო გახსოვთ არა? პასუხი იყო, რომ პროვოკაცია არის, პასუხი იყო, რომ დეზინფორმაცია არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა მარტივად ვკითხულობთ. თითოეული თქვენგანი, რომელმაც აი ამას მიეცით ხმა, აი ამ ყველაფერს. აი თუნდაც იმ პარლამენტის წევრები დღეს რო გამოვიდნენ და შეაბრუნეს ახლა სამეთყველო ენა. ამ შემთხვევაში და თურმე გმობენ იმ ყველას. და ერთი წლის უკან რა სიტუაცია იყო, ხო გემახსოვრებათ არა ყველას. ახლა ელემენტარულად ხალხნო, ელემენტარულად. ბოდიში არ შველის, მაგრამ ბოდიში მაინც არ იხდით? ბოდიში ამ ყველაფერს არ შველის, ხო? თუ სამართლებრივი არა, აი ამ შემთხვევაში გარკვეულ თანამონაწილეობას არ გძნობთ ამ ყველაფერში? ამ ყველაფერს რო ტაშუკრავდით? ქვეყნის დაქცევას რო ტაშუკრავდით? ამ ყველაფერში ელემენტარული პასუხისმგებლობის საკითხი სად არის? აი ამაზე არის ანა საუბარი და დავასრულებ, უყურეთ ხალხო. გვეუბნებიან, მე არავის უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვაყოლ განსხვავებით მათგან. მაგრამ უყურე რას გვეუბნებიან? ბოლოს გვითხრეს რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. დიახ. რა ვიცი, ქრთამის ეპიზოდების ჩამოთვლას ვერ აუთავდნენ. ბრალდება ეს არის, ხო? და ამ წლების განმავლობაში მაშინ რა ხდებოდა? მორყეული იყო თუ არა უსაფრთხოება სახელმწიფო? და რა გამოდის, იცით? თურმე წელიწად რო კითხო ამათ, ახლა არც ამაზე იტყვიან უარდი, ისი გამოყვა თავი, თურმე წელიწადია ხელისუფლებაში არიან ესენი მოსულები. იმ 11 წელს თუ 12 წელს უარყოფენ საერთოდ. კი, მაგრამ ვის უკრავდით ტაშ? ვინ იყო მოსული ხელისუფლებაში? ვინ 2012 წლიდან ვინ არის მმართველობაში? ამაზე სად არის პასუხები? ხალხო ორჯერ პრემიერ-მინისტრი, ხო? ღარიბაშვილი და იყო თავდაცვის მინისტრი. აგერ თავდაცვის მინისტრი. იქ ინფრასტრუქტურაში რა ხდება, რა უბედურებაა? ხო და ამას ეს რაც დაჭირდათ. გამიგეთ, აი რაც დაჭირდათ. ახლა სიტუაციიდან გამომდინარე, ერთმანეთთან ბრძოლიდან გამომდინარე, მე ამას ასე უყურებ. ყოველ შემთხვევაში, აი ეს გამოავლინეს და ეს გამოამჟღავნოს. ახლა წამოწიეს, აყურეთ რა შეასაქმე. ახლა წამოწიეს, ანა მინდა გითხრათ, წამოწიეს ფასების თემა. დიახ. ფასების თემა. ჯერ ერთი კორუფციამ რო შეჭამა ეს ქვეყანა.
კორუფციამ რო შეჭამა. აი ამ ყველაფრის მანიშნებელია ეს ფასების თემა და ფასების თემა წამოწიეს თითქოს ხელისუფლებაში 2012 წლიდან ესენი არ იყვნენ და დღეს ერთი თვია და ერთი კვირაა მოვიდნენ ესენი ხელისუფლებაში, ხო? ფასების თემას რო წევთ, აი აგერ, აი მარტივად მინდა, უყურეთ მაყურებელს მინდა, აი საქსტატის მონაცემებია, ჩვენი და ჩემი მონაცემები კი არ არის. უყურეთ, საქართველოში, უყურეთ, გაანადგურეს საერთოდ სოფლის მეურნეობა, გაანადგურეს სოფელი, ხალხი გაიხიზნა საქართველოდან და სიტუაციას რავსღებულობთ, იცით, საქართველოში, აი ხალხმა საქართველოში 75% ლობიოს ექსპორტი ხორციელდება. საქართველოში ლობიოს შემოდის 75% საზღვარგარეთიდან. შემდგომ მადრიჯანი 56%, სტაფილო 91% და ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია. და აქ რა ხდებათ, იცით, ხალხო? ანუ საქართველოში არ იწარმოება არაფერი, მომხმარებელი გახდა, მხოლოდ ამ წარმოებელი გახადეს ჩვენი ქვეყანა და არა მწარმოებელი არაფრის. მიწათმოქმედება საქართველოში რო იყო ისეთი უნდა, მაგრამ მოკლე სოფელი ნახეთ, გავერანებულია, ხალხი სოფლიდან გარბის. არაფერი ეს ძალისხმევითაა. ეს ხელისუფლების. აბა ვისი ძალისხმევითაა? ვინ არის ვისი ძალისხმევითაა, აბა? ვისი ძალისხმევითაა, რომ ეს ქვეყნიდან ხალხი გარბის? ერთი მითხარით, ვისი ძალისხმევითაა, რომ ქვეყანაში დოვლათი არ იქნება? ამიტომ არ არის და მარტივი გინდა, მარტივით მინდა ვთქვა? ეს ხო ის არ არის, კაცო, საწარმოზე და იმაზე ხო არ არის საუბარი. იუსტიციის სამინისტროში, აი აგერ არის იუსტიციის სამინისტროში პირადობის აღება, როგორც მახსოვს, პირადობის აღება თუ ღირდა 30 ლარი, გახადეს 60 ლარი. პასპორტის აღება თუ ღირდა საზღვარგარეთის, როგორც მახსოვს, 100 ლარი თუ კიდე გახსოვდეს დაახლოებით 150 ლარი. ახლა მინდა კითხვა დავსვა. აქ რაშია საქმე? რა იყო რა გაიზარდა ამ შემთხვევაში, რომ იქ დაბეჭდოს თანამშრომელმა, ანუ მაქსიმალურად ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებიდან ამოიღონ რაც შესაძლებელია. მაქსიმუმი გამოწურონ, მაქსიმალურად გააკეთონ. შეადარეთ ხელფასები და პენსიები ერთმანეთს. 12,000 და მეტი აქვს პარლამენტის წევრს ხელფასი. აქეთ შეადარეთ პენსიონერის პენსია. ამაზე რატო არავინ არ საუბრობს? საკუთარ თავს ადვილად ღილაკს მიაჭერენ ხელს და საკუთარ თავს ასტრონომიულად უზრდიან კორუფციას თავი დავანებოთ, როგორ უნდა დავანებოთ, მაგრამ კორუფციის მიღმა ხელფასებს 10,000, 12, 13,000 ხელფასები. აქეთ რამდენი აქვს? 350, 450 და ახლა ასე შემდეგ. აი ამაზე არის საუბარი. ფასები ახსენეთ თქვენ. აი ამაზე არის საუბარი. აი ერთი წუთი მინდა გითხრათ კიდე, აყურეთ, საქართველოში აი აყურეთ ფასების ზრდა 2012 წლიდან. ხო, ამაზეა საუბარი. და კარტელურ გარიგებებს ახსენებს აკობახიძე და კარტერულ გარიგებებს ახსენებს, გეცოდინებათ ეს განცხადება კობახიძე. ასევე ამბობს, რომ აი რაც არ უნდა კონკრეტული კომპანიების უკან გარკვეული ინტერესები იყოს პოლიტიკური მათ შორისო, ჩვენ ყველას რაღაცნაირად თანაბრად შევხედავთ და მოკლედ ამ საკის დავარეგულირებთო სუსი სწავლობს ფასებს, ხო? ამაზე რა სიტყვი? ბელარუსიაში სწავლობენ ფასებს, ვიცი? პირველ რიგში. ამას რა ჭირდება, იცი? ფასები რომ მაღალია და ხელფასი და პენსია ადამიანის რიგითი ადამიანების რომ კატასტროფულად დაბალია და მათი ხელფასები 10,000 ლარზევით რომ არის. ამას ხო საქართველოს მოქალაქეები ხედავენ. ეს რაღაც PR ფანდები რაც არ უნდა მოიტანონ, თითქოს ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეებზე. შარშან არის ხო იანვარში და თეიმაში, რა ქვია, დეკემბერში? თუ დეკემბერში დაიწყო წინა საახალწლოდ, უკვე ხალხს პროდუქტების ყიდვა უნდა მიხვდნენ, უჭირს ადამიანებს. წინა საახალწლოდ არის ხო 2024-ში, 2023-ში, 2022-ში, 2021-ში და გავყვეთ ასე. სად იყვნენ ეს ადამიანები მაშინ, ხო? ამაზეა საუბარი. მაგრამ აბა ერთი წუთი და მაგრამ ერთი წუთი დავასრულე. ხელისუფლების სპაშტოში. მაგრამ ყველაფერი დაკავშირებულია კორუფციასთან, ხალხო. ყველაფერი დაკავშირებულია კორუფციასთან. ქვეყანაში არ იწარმოება არაფერი. საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. პროდუქცია ქვეყანაში არ იწარმოება. იმპორტზეა საქართველოს დამოკიდებული თავიდან ბოლომდე. იმისი რისი წარმოებაც შეგვეძლო და ადრე ლიდერები ვიყავით, იმის იმპორტზეა დამოკიდებული. კაცო, აგერ ამაკ, აი კიდევ არ დავიღლები და ვიტყვი, როგორ შეიძლება საქართველოში, ანუ არ ვიცი, მიწათმოქმედება, სოფლის მეურნეობა საქართველოში როგორ იყო ყველამ კარგად, სტაფილოს 91% იმპორტული იყოს და საზღვარგარეთიდან შემოდიოდეს. ეს როგორ შეიძლება? ანუ ლობიოს აგე 75%. პირველადი მოხმარების პროდუქტებზეა საუბარი. ეს რატომ ხდება, იცით? საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გაუშვეს, გააქციეს. ყველანაირი პირობები შეუქმნეს. მიდით სოფელში ნახეთ, აი სოფელში ნახეთ, რამდენი სახლია მიტოვებული. რამდენი საკვამურიდან კვამლი ამოდის, ნახეთ.
და გული მოგიკვდებათ ხალხო. გადახვეწილები არიან ევროპაში, იმიტომ რომ იქ ცხოვრება უკეთესი და იმ ადამიანება რომ რაღაცა სული გაიტანონ და აქ თავიანთ მოხუცებს და პატარებს რაღაცა გამოუგზავნონ. მიტოვებული, გავერანებული საბარგულები. აი ესე მოიტანა ამ ყველაფერს. კარგი. აი ეს არის. ლევან, ბოლოს მინდა ესეთი კითხვა დაკისვა. აი იმ სურათის გათვალისწინებით, ახლა რომელსაც თქვენ აღწერთ, ხელისუფლება მაინც აჩვენებს იმგვარ ხშირად პოლიტიკოსები იყენებთ ამ სიტყვას, იმგვარ სანახაობას, როგორცაც აჩვენებს, ხომ? აი ეს დაკავებები, ასე შემდეგ, აი კორუფციაზე დავები, ასობით მილიონზე არის საუბარი და აქვე აი რატომ მოდი ამ სიტყვას გამოვიყენებ, ამასაც თქვენ პოლიტიკოსები ამბობთ ხოლმე, რატომ ბედავს ამას ხელისუფლება? აი რა ტიპის ნიადაგი არსებობს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოიტანოს მზის სინათლეზე და ჩათვალოს, რომ ამასაც გადააგორებს. აი აქ აი რა შეგიძლიათ თქვა თქვენ როლზე? რატომ ბედავს ხელისუფლება? იმიტომ ბედავს ამას ხელისუფლება, იმიტომ ბედავს, რომ ქვეყანაში არ არსებობს. მას ჯერა რომ პასუხსათანადოდ არავინ მოსთხოვს ამისთვის? დიახ, ქვეყანაში არ არსებობს სამართალი, არ არსებობს დამოუკიდებელი, მაკონტროლებელი ორგანოები და ხელისუფლება მიცის, რომ თავის თავს ხომ არ მოთხოვს პასუხს და რო არ მოთხოვს იცის და სხვა პასუხის მომთხოვი და გამკითხავი ამ ქვეყანაში არავინ არ არის. ზედამხედველი არავინ არ არის. დამოუკიდებელი ორგანოს საგამოძიებო არ არსებობს. ყველაფერი ჯიბეში აქვს ჩადებული. აქედან გამომდინარე, მათ კარგად იციან, რომ ამ კონტროლისა და ბალანსის მექანიზმი არ არსებობს და ეს ყველაფერი სასტორის პინა თუ თქვი თავიანთკენ არის ყველაფერი გადმოწეული და აქედან გამომდინარე, მარტივად აკეთებენ. და რატომ აკეთებს, ხო? აი მსგავსი ტიპის ქვეყნებში რატო ხდება ესა? წესით უნდა ეშინოდეს, რომ ამა თუ იმ ფაქტების გამო აღარ მინდა ხა ჩამოვთვალო, მას შეცვლის ხალხი გაუშვებს ხელისუფლებიდან, დააკარგინებს ძალაუფლებას. ეს შიში ყოველთვის არის ერთი აქვს შენარჩუნებული ხელისუფლება, იგივე ოპოზიციის ფაქტორიც ამ კონტექსტში. მე მინდა გითხრათ ამასთან დაკავშირებით, რომ როგორც იურისტმა ძალიან დიდი ხანდაზმულობის ვადები აქვთ იმ შესაძლო დანაშაულებს, რაც შესაძლებელია მათ კონდეთ ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ამათ აქვს ძალიან დიდი ხანდაზმულობის ვადები და ერთხელ და სამუდამოდ იმედია ჩვენს ქვეყანაში ვეღირსებით დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, დამოუკიდებელ საგამოძიებო სტრუქტურებს, რომლებსაც საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ არა და თუ გვინდა ჩვენ ქვეყანა განვითარდეს, ბიზნესი განვითარდეს ქვეყანაში და ყველაფერი იყოს ნორმალურად და ჩვენი ქვეყნის ამ შემთხვევაში წინსვლა იყოს, ეს უნდა დავიწყოს და ამის შენება უნდა დავიწყოს ერთხელ და სამუდამოდ. ბუნებრივია ეს ამ ეტაპზე და ახლა ვერ ხდება, ვინაიდან რა სიტუაციაა ქვეყანაში კარგად ვხედავთ.